პირველ რიგში მოგვილოცავთ მერაბ კოსტავას დაბადების დღეს და ზვიად გამოსახურდიას გაპრეზიდენტების დღეს. მაგრამ დღეს იმედმა რაც იქადრა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წელი მოგვილოცა და ბიძინა ივანიშვილი გამოგვისახა. მარტო მე მიტრიალებს გონებაში ამათვის დედის გინება ზმნის ყველა ფორმაში. გულისამრევები არიან მართლა. რა შეიძლება ითქვას? რა შეიძლება ითქვას, რომ ფანატიზმის პიკში არიან? ჯერთი დამოუკიდებლები არ ვართ, დამოუკიდებლები ვართ ყველა სხვა ქვეყნის მტრულ ძალაზე. რომელი მტრული ძალებიც არის რუსეთი, ევროპაც, ამერიკაც, მოკლედ თურქეთიც, აზერბაიჯანიც, ვაფშე ყველა მხრიდან მტრები ყავს. და ბიძინა ივანიშვილი ვინც მეტ ფულს გადაუხდის, ვინც მეტად შეაშინებს, ზუსტად მათ დაკრულზე ცეკვავს. იგივენად არიან ეს იმედიც და მსგავსი პროპაგანდისტებიც. ვინც მეტ ფულს გადაუხდის, მათ დაკრულზე იცეკვებენ. ბიძინა ივანიშვილის პერიოდში სტატისტიკების მიხედვით შობადობამ ბევრად იკლო, სიკვდილიანობამ ბევრად იმატა. თამამად შეგვიძლია, რომ რამოდენიმე მილიონი ემიგრანტი ყავს, ანუ ქართველი, რომელიც სამუშაოდ, საცხოვრებლად, სამკურნალოდ წავიდა ამ ქვეყნიდან. ბიძინა ივანიშვილი მდიდრდება, ქვეყანა სხვისდება, ბავშვები სიცოცხლისათვის იბრძვიან უკვე მე რამდენი კვირა არის, თვეზე მეტი არის კანცელარიის წინ და ამათმა დამოუკიდებლობას გილოცავთ. მოდი პირდაპირ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილს ფული არ ქონდეს, ამ ქვეყნის მთავრობაშიც ვერასდროს ვერ მოვიდოდა. ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვისაც კი საქართველოს ქართველების გარეშე სურს, ვინც საქართველოს მტერი არის. მოვადრო და ღმერთი ყველას საკადრის პასუხს გასცემს. შეიძლება მე ვერ შევძლო, შენ ვერ შეცნო, მაგრამ ჩვენ უნდა ვცადოთ და როგორც აი მართლა პატრიოტებს სიცოცხლე ჰქონდათ გადადებული და გადადეს კიდევაც ფაქტია ორივე მოგვიკლეს. და ახლა ისტორიასაც გვიყალბებენ, თურმე დამოუკიდებლობაში ბიძინა ივანიშვილს თავისი წვლილი აქვს. თქვენი ფანტაზიური დედებს კი ვინაცვალე ზმნის ყველა ფორმაში. ფანატიზმის პიკში ხართ. აშკარა ის ფაქტი, რომ აი ამის ფულის გამო, ემკაც რო ფული აქვს, აი ამის ფულის გამო ვდგახართ გვერდში. ფული რომ არ ქონდეს, რამდენი თქვენთაგანი დაუდგებოდით გვერდში. ხა ისინი არ დამიწოთ სიკეთეები, ბევრი აკეთაო. ეგ ფული მე რომ მქონდეს, უფრო მეტ სიკეთესაც გავაკეთებდი. ფული არ მაქვს და რასაც ჩემი ქვეყნისთვის ვაკეთებ, მართლა შეუფასებელი არის. რასაც მივაღწიე ბევრჯერ უბრალოდ ფინანსური რესურსი არ მაქვს და ადამიანური რესურსი არ მაქვს და მართლა ღმერთის იმედად ვიწყებ და ვამთავრებ ნებისმიერ საქმეს. მართლა მიყვარხართ ჩემიერი, მართლა მე იმედებით ყველა ის ადამიანი, ვინც მერაბი და ზვიადის თუნდაც 1%-ით გიყვართ ქვეყანა, როგორც მათ უყვარდათ. მართლა დღესაც რო ვიცოდე ჩემი ქვეყნისთვის სიცოცხლეა გადასადები, მე ამას დაუფიქრებლად გავაკეთებდი მართლა. აი ვინმე რომ მოვიდეს და 100%-ით გეუბნები, რომ ხვალე ქვეყანა გაბრწყინდებაო. შობადობა იმატებსო, სიკვდილიანობა ძალიან ბევრზე აღარ იქნებაო. ქვეყანა არ გასხვისდებაო პირიქითო, ეს ქვეყანა ქართველებს ეკუთვნისო და ქართველები გაძლიერდებიანო. კიდე ღმერთის სახელის ადიდებლად ნამდვილი ქრისტიანობა გვექნებაო და არა ის დღეს რიტუალების დონეზე რო დაღავთ. მართლა გეუბნებით, გულს და სულს ამოვიღებდი და მივცემდი. მართლა გეუბნებით, იმიტომ რომ მე მართლა მიყვარხარ ჩემი იერი. და ვერ ვიდან აი ამას და მიხეილ სააკაშვილს. აი ეს ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, პიროვნულად რო ვთქვათ, არციც არ ვიცნობ, მაგრამ რაც უკეთებიათ, რაც კარგი აქვთ, გაუმართოთ ღმერთმა, რაც ცუდი აქვთ, იმდენი ცუდი აქვთ ნაკეთები, აი მართლა გაგვანადგურეს ერი რა. და ვიღაცები მეტყვით, რომ აბა ომი გინდა. ეს ომი არ არის, ცივი ომი არის. მაინდამაც ტყვიების ზუზუნ და ბომბების დაცემის ხმა უნდა გესმოდეთ, რომ მიხვდეთ, რომ ომში ხართ. ეს არის ცივი ომი, როცა საქართველოს უქართველოდ ურჩებით. რამოდენიმე მილიონი ემიგრანტი ყავს, სიკვდილიანობამ შობადობას გადაასწრო. სამსახურებში ხო ზედმეტია საუბარი თუ ვიღაცის არახარ ვერ საკამდები. აი ძალიან ბევრ რაღაცაზე შემიძლია ვისაუბრო. ძალიან ბევრ რაღაცაზე. ამიტომაც, აი მე ხო ვიცი ხარ დამიჯნებს დებატებზე არასდროს.
და ჩემი ნერვებს არც დაიცვან ერთხელ კაბედეს და კი მოუხაზე ყველა მხრიდან კახისაც. კიდე ბევრჯერ მოუხაზები ბოთ 10 წუთში რაც მეყო მაშინ ჩაუბტიე, თორე აი კობახიძე მინდა დიდი სიამოვნებით. ნუ კობახიძე კი ნებისმიერი, მაგრამ აი კობახიძე რადგან პრემიერ-მინისტრია და თავი მართლა კაცი გონია მაგ ჩიჩილაკას. ისე მართლა ჩიკას მაგათაკავს თქულა კი არ შეერქვის ეგ სახელი. ხო, აი კობახიძე რომ დამიჯდეს დებატებში თქვენ მე განახებთ. რა შემიძლია? არა უბრალოდ თქვენ კითხეთ რა ჩემი და ამათაც კითხია რა შემიძლია მაგით არ მიჩდები. ჩემო ქართველებო, აი ამისნაირების ხელში ვარ ჩემი ქვეყანა, იმიტომ არის აი ამ დღეში თორე. აი ეს პატრიოტები ვინც ყავდა ქვეყანაში, მოგვიკლეს და დღემდე ვინკით. წუთები აღარ მყოფს. მართლა აღარ მყოფს. იმდენად მიყვარხართ ჩემიერი, რომ ნეტა ყოველი თქვენთაგანი იაზრებთ და ერთი წამით მაინც შეგახედათ ჩემი თვალებიდან დანახული ჩემი ქვეყანა. ყოველი თქვენთაგანი. და მე მიხვდებოდით რასაც გულწნობ რა. ნეტა იმ ერაბიძას ვიოდეს როგორც უყვარდა ჩვენი ქვეყანა, იმისი 1% შეგვეძლოს გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა და სიცოცხლე დავტოვოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის. ეს ქვეყანა მართლა გაბწყინდებოდა. და აი როგორც TV მედია ემათი პროპაგანდისტი და კიდე ძალიან ბევრი ყავთ. ყველას საკათრის პასუხს გადაუხდით. მოვა ამისი დრო. შეიძლება მეც მომკრანა ამ ბრძოლაში და სიცოცხლის გადადევნა ჩემო მეგობრებმა და მაგაცავს კი ყველა მიცით ისედაც. შეიძლება არაერთი გაგვისტუმრო ამ ქვეყნიდანაც, მაგრამ არა უშავს. იცით რატომ? ჩვენ ისეთი გენი გვაქვს, ქართული გენი გვაქვს, ქართული სისხლი მაქვს. რომ მოვა დრო და მე მჯერა ღმერთი შეგვეწევა, ყველა საკათრისი პასუხი გაეცემა. ამიტომაც პირდაპირ მოგმართოთ ოცნების და ნაცების აღმოჩევლებს. იყავით თქვენი ქვეყნის მხარეზე, ნუ იქნებით იმპერიების მხარეზე, როგორც ამას ჩვენი ზვიადი გეუნებოდათ. და ეხ კოსტაოც როგორი მართალი იყო, ხელის ცეცებით გვიწევს. მართლა პატრიოტ ადამიანებს ერთმანეთის წევრ.